მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის პოლიტიკის ექოს შემდეგი ეპიზოდი და დღეს ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ზოგადად გეოპოლიტიკური თეორიები, რომლის გარშემოც ხედავთ ჩვენს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რომლის გარშემოც იცვლება საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგი და ის ერთგვარი ჩიხი, რომელიც შექმნილია კავკასიაში ამ არსებული გეოპოლიტიკური თეორიებიდან გამომდინარე. თავიდან რომ დავიწყოთ, ესე იგი არსებობს სამი ძირითადი თეორია, რის გარშემოც ეწყობა მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგი. ეს სამი თეორია, ეს არის მაკინდერის ჰარტლენდი, ეს არის მეჰენის საზღვაო ძლიერების თეორია და ნიკოლას პაიკმანის ეგრეთ წოდებული რიმლენდი. ეხლა თითოეული რომ გავარჩიოთ, რათა უფრო დეტალურად დავინახოთ სივრცეში არსებული პოლიტიკის პროცესების რეალური სახე. მოკლედ, მაკინდერის თეორია ჰარტლენდი გულისხმობს მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ცენტრალურ ადგილს ანიჭებს ევრაზიის ძირითად ცენტრალიზებულ მონაკვეთს, ეს არის რუსეთის ტერიტორია და მაკინდერის თეორიის მიხედვით, ვინც ფლობს ეგრეთ წოდებულ ჰარტლენდს, ის ფლობს ევრაზიას და ხოლო ევრაზიის ფლობა ეს არის მსოფლიო ჰეგემონიის ეგრეთ წოდებული გასაღები. ამას უპირისპირდება ერთგვარად დაპირისპირებაშია პაიკმანის რიმლენდის ტერიტორია და რუკაზე რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის ის ხაზი დასავლეთ ევროპიდან შორეულ აღმოსავლეთამდე, რომელიც გარს არტყავს ეგრეთ წოდებულ ჰარტლენდს, ეგრეთ წოდებულ ამ შემთხვევაში რუსეთს და ეს რიმლენდი არის ახლოს როგორც რუსეთთან, ასევე წყლებთან, ოკეანეებთან. შესაბამისად, რიმლენდის ფლობა არის მნიშვნელოვანი ბერკეტი მსოფლიო პოლიტიკაში, რითაც შეიძლება გააკონტროლო ევრაზიული მისწრაფებები და ასევე კავშირი იქონიო სხვა სამყაროსთან ოკეანეებისა და ზღვის გამოყენებით. და შემდეგი თეორია, რომელიც ამერიკული თეორია შეგვიძლია მივიჩნიოთ, ეს არის მეჰენის საზღვაო ძლიერების ეგრეთ წოდებული ბლოკი, რაც გულისხმობს ზღვებისა და სატრანზიტო მონაკვეთების ფლობას, მაქსიმალურ გამოყენებას, მობილურობას და ამით ევრაზიული პოლიტიკური ინტერესების შეზღუდვას. რომ დაუბრუნდეთ ჰარტლენდს და რუსულ გეოპოლიტიკურ ინტერესებს და თვითონაც ასე იგი რუსი თეორეტიკოსების ნააზრევით რო გადავიაზროთ, რუსები თავიანთ ასე იგი იდენტობას, პოლიტიკურ იდენტობას განიხილავენ, რომ ისინი არიან მემკვიდრეები, იქნება ეს ვიკინგური სამყარო, იქნება ეს სლავური სამყარო, თურქული სამყარო, თუ ასე შემდეგ. ანუ ისინი ქმნიან ერთგვარ ლეგიტიმაციას იმისა, რომ რუს ერს აქვთ ლეგიტიმური საფუძველი იბატონონ როგორც ჩრდილოეთით, ასევე აზიურ სტეპებზე. შესაბამისად, ეგრეთ წოდებული ჰარტლენდი, ანუ თუ გავაიგივებთ რუსეთის ტერიტორია, მიდრეკილია იმისკენ, რომ მისი გაფართოება მოხდეს ხმელეთზე. ამას სჭირდება ძლიერი სამხედრო ნაწილები, სახმელეთო სამხედრო ნაწილებზე მაქვს საუბარი, ტერიტორიების უშუალო ფლობა და არა რაღაც ფსევდო კვაზი სახელმწიფოების წარმოქმნა, სადაც მისი გავლენა იქნება. ეს ხშირად გამოიყენება ხოლმე ეგრეთ წოდებული ბუფერული სივრცეების შესაქმნელად, თუმცა უპირატესობას ჰარტლენდი ანიჭებს ტერიტორიის უშუალო ოკუპაციასა და ფლობას, ასევე რესურსების მონოპოლიზაცია არსებულ რეგიონზე. ჰარტლენდის მთავარი, ესე იგი, გეოპოლიტიკური გამოწვევა ეს არის კონტინენტური ბლოკების შექმნა და რაც ჩვენ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ვიხილეთ, იგივე საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახით. რაც შეეხება რუსეთ-ჩინეთის თანამედროვე ურთიერთობებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ 60-70-იან წლებში ჰქონდათ ერთგვარი პოლიტიკური დაძაბულობის პერიოდი, დღეს ისინი წარმოადგენენ სტრატეგიულ პარტნიორებს. მეტიც, მათი აქტიური თანამშრომლობა ქმნის ერთგვარ კონტინენტურ კოალიციურ ღერძს, რომელიც უპირველესად მიმართულია ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებისაკენ, სადაც შეერთებული შტატები აღარ წარმოადგენს ერთადერთ დომინანტურ ძალას მსოფლიოში. ერთის მხრივ რუსეთი როგორც სუპერ სამხედრო სახელმწიფო მდიდარი ენერგორესურსებით, ხოლო მეორეს მხრივ ჩინეთი ეკონომიკური გიგანტი, მაღალტექნოლოგიური განვითარებითა და ძლიერი დემოგრაფიით დაყალიბებენ ალიანსს, რომლის გეოპოლიტიკური განვითარების სცენარი მეტად საშიშია დასავლეთისათვის. დასავლეთში კი გულისხმობ შეერთებულ შტატებს და არა ევროპას. რუსეთ-ჩინეთის მიერ შექმნილი სამოკავშირეო ალიანსები, იქნება ეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია თუ ბრიქსი, წარმოადგენენ დასავლეთის ჰეგემონიის შემაკავებელ ალტერნატივებს უდიდესი რესურსებით და შესაძლებლობებით. განსაკუთრებით საინტერესოა ბრიქსი, რომელიც რუსეთ-ჩინეთთან ერთად ისეთ გიგანტებს აერთიანებს, როგორიც არის ინდოეთი და ბრაზილია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბრიქსი ძალიან მალე
სოფლიო ვაჭრობის წილის პროცენტული მაჩვენებლით იმდენად გააუსრებს დასავლეთის ანალოგიურ მაჩვენებელს, რომ მოიპოვებს სრულ დომინირებას სოფლიო ვაჭრობაში. ეს კი შეიძლება ითქვას, რომ იქნება წინაპირობა საზღვაო ძლიერების ქვეყნების გეოპოლიტიკური კატასტროფისა, რადგან მათი ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი ინდიკატორი ხომ სოფლიო ვაჭრობის კონტროლია. თუმცა ამ პროცესში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია რიმლენდის მონაკვეთის მქონე სახელმწიფოებს. ესენი არიან ის მნიშვნელოვანი გადაკვეთის წერტილები, რომელიც აკავშირებს რუსეთს დანარჩენ სამყაროსთან. თუკი საუკუნეების მანძილზე რიმლენდი წარმოადგენდა უდიდესი ცივილიზაციების სამშობლოს და მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრს, ის დროთა განმავლობაში თანდათან გადაიქცა სტრატეგიულ სივრცეთ გეოპოლიტიკური საჭადრაკო დაფაზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რიმლენდის სივრცეს აყალიბებს დასავლეთ ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთ აზია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, ჩინეთის ნაწილი და იაპონია. სწორედ ამ ტერიტორიებზე გაიმართა მსოფლიო ომების და იმპერიების დაპირისპირების აბსოლუტური უმრავლესობა. დაპირისპირების მთავარ მიზეზად კი უნდა მივიჩნიოთ ის, რომ რიმლენდი აერთიანებდა ბუნებრივი რესურსებით მდიდარ მიწებს, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სავაჭრო სატრანზიტო გზებსა და სივრცეებს, კულტურულ იდეოლოგიურ ცენტრებს, მსოფლიო რელიგიების უმრავლესობა სწორედ ამ სივრცეში აღმოცენდა. 1453 წლიდან, როდესაც კონსტანტინოპოლი დაეცა, ევროპულმა სახელმწიფოებმა დაიწყეს ახალი სავაჭრო მარშრუტების ძიება. ეს პერიოდი ცნობილია როგორც დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქა. სწორედ ამ პროცესებმა დაუდო სათავე საზღვაო ძლიერების ქვეყნების დომინაციას მსოფლიო პოლიტიკაში. საზღვაო ძლიერების ქვეყნების დომინაციის პირობებში რიმლენდის სივრცე მისი არაევროპული ნაწილი, რომელიც ერთდროს მსოფლიო იმპერიების ცენტრს წარმოადგენდა, ნელ-ნელა გადაიქცა კოლონიალურ ტერიტორიებად. ეს ისტორიული ეპოქა დაიწყეს პორტუგალიელებმა, წარმატებით გააგრძელეს ესპანელებმა და ჰოლანდიელებმა, თავიანთი ბედის სცადეს ფრანგებას, თუმცა საბოლოო გამარჯვება ამ გლობალურ მეტოქეობაში მოიპოვეს ბრიტანელებმა და შექმნეს უდიდესი იმპერია, რომლის კვალი დღესაც ეტყობა თანამედროვეობას. მე-20 საუკუნის დასაწყისში დიდ პოლიტიკურ სცენაზე გამოვიდა ახალი საზღვაო ძლიერების იდეოლოგიის მატარებელი სახელმწიფო შეერთებული შტატები, რომელმაც წარმატებით ჩაანაცვლა ბრიტანეთი. შეერთებული შტატები ცივი ომის დასრულების შემდგომ იქცა მსოფლიო პოლიტიკის ჰეგემონად. სწორედ ამიტომაც, როდესაც ვსაუბრობ საზღვაო ძლიერების ქვეყნებზე, გულისხმობ უმთავრესად ანგლო-საქსონურ სამყაროს, ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს. შესაბამისად, საზღვაო ბლოკის წევრებს მეჰანის თეორიის თანახმად მთავარი უპირატესობა გააჩნიათ კომუნიკაციებში, ეს არის წყლის და ჰაერის აქტიური გამოყენება და მათი გეოპოლიტიკური მიზანია კონტროლი მოიპოვონ რიმლენდზე, ანუ იმ გარშემორტყმულ სივრცეზე, რაც ამ შემთხვევაში კონტინენტური სახელმწიფოებს გააჩნიათ, ეს არის ჩინეთი თუ რუსეთი და მათ მოახდინონ მათი შეკავება. ამას სჭირდება ძლიერი ავიაცია, ძლიერი ფლოტი, რასაც ჩვენ ყოველთვის შეხვდებოდით იგივე ბრიტანულ ან ამერიკულ ისტორიულ პერიპეტიებში. მთავარი ამოსავალი წერტილი ბრიტანელების ყოველთვის იყო ფლოტი, ხოლო შემდეგ უკვე ამერიკისთვის საზღვაო ძალები და საჰაერო ძალები და რაც მთავარია სავაჭრო მონაკვეთების მაქსიმალური კონტროლი. იქნებოდა ეს სუეცის არხი, იქნებოდა ეს სპარსეთის ყურე თუ ასე შემდეგ. ანუ საზღვაო ძლიერების მქონე ბლოკის ქვეყნებისთვის, რაც ინდიაში უფრო ანგლო-საქსონური სამყაროს მიეკუთვნება, ამოსავალი წერტილი არის მობილურობა და სატრანზიტო გზების ფლობა. სატრანზიტო გზების ფლობას გააჩნია კიდე დამატებითი ფუნქცია, იმიტომ რომ სატრანზიტო გზები განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობის მატარებელია კონტინენტური სახელმწიფოებისათვის, რადგან მათ შორის კავშირი და აქტიური ეკონომიკური ურთიერთობა განაპირობებს მათ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ეკონომიკურ ძლიერებასაც და ამ გზების მაქსიმალური ფლობა და თუ ფლობა ვერა, მაშინ მასზე გარკვეული კონტროლის და დაწესება თუნდაც იქ სამხედრო ინტერვენციებით, ქაოსით და ასე შემდეგ, ეს არის საზღვაო ძლიერების მქონე ქვეყნებისთვის ამოსავალი წერტილი. ამ ესე იგი სივრცეში პოლიტიკური ძალების დაპირისპირების მიღმა ჩვენ ხედავთ იდეოლოგიურ დაპირისპირებასაც, რადგანაც ეს იდეოლოგია ძირითადად განკუთვნილია არა მხოლოდ საკუთარი
აუდიტორიის და მოსახლეობის კონსოლიდაციისთვის, არამედ ეს არის აქტიური მექანიზმი რიბლენდის ტერიტორიაზე მსხურები ადამიანების პოლიტიკური ინდოქტრინიზაციის მიზნით. რიმლეთს როგორც ხედავთ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ ორი ძლიერი პოლუსის დაპირისპირებაში, რადგანაც რიმლედი არის მათი გადაკვეთის წერტილი და შესაბამისად ის ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონაც და მნიშვნელოვანი სატრანზიტო მონაკვეთებიც, რომელიც ამ ორ ესე იგი სოფლიო გეოპოლიტიკურ პოლუსს შორის გადის. შესაბამისად არსებობს ესეთი მიშელ ფუკოს თეორია დისკურსის დომინანტობა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ დომინანტური დისკურსი განსაზღვრავს და აძლევს გეოპოლიტიკური ძალაუფლების ლეგიტიმაციას. რა თქმა უნდა, ჩვენ შევხვდებით ახლა ორივე სახელმწიფო, მათ შორის აი ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირი ან შეერთებული შტატები რაღაც იდეოლოგიურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი და ეს მართლაც ეს რიმლენდი, ეს ტერიტორია იყო ამ იდეოლოგიური დაპირისპირების ეპიცენტრი. თუ საბჭოთი ცდილობდა რომ გაითავისუფლებინა ხო პროლეტარიატი კლასის ბატონობისაგან, იქ ამერიკა ცდილობდა რომ საყოველთაო თავისუფლების დემოკრატიის იდეებით გაენერგოს საკუთარი პოლიტიკური დომინანტური პოზიცია. ამიტომაც იდეოლოგია ხშირად გამოიყენება არა მხოლოდ შიდა აუდიტორიის მიზნით, არამედ მათი ამ გეოსტრატეგიული მიზნების მისაღწევად რა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იდეოლოგია ვერ იქნება აცდენილი გეოპოლიტიკურ მიზნებს. თუ ეს ორი ესე იგი ინსტრუმენტი ერთმანეთს დაუპირისპირდა, მაშინ ნებისმიერი პოლუსის წარმატება ეჭქვეშ დგება და ვერ იქნება ესეთი ეფექტური, როგორც ამ ორი ინსტრუმენტის სინერგიის შემთხვევაში. მეორე სოფლიო ომის პერიოდში ჩვენ დავინახეთ აი ამ ორი გეოპოლიტიკური თეორიის რეალური ჯახი და აქვე გავიხსენებ ასევე ჯორჯ კელიანის დიდ ტელეგრამას, სადაც საბჭოთა კავშირთან დაპირისპირების ეგრეთ წოდებული გეოპოლიტიკური დოქტრინა შეიქმნა და ამ დოქტრინის შედეგად განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სპაიკმანის რიბლენდის თეორიას და თუ შევხედავთ რუკაზე, თუ საწარმოიქმნა ეს ისეთივე ორგანიზაციები, როგორც არის მაგალითად ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია ნატო, რომელიც იყო ნომერ პირველი ქოლგა საბჭოთა კავშირის სამხედრო აგრესიის თავდაცვის მიზნით და ძირითადად აკონტროლებდა ატლანტიკურ სივრცესა და ევროპას. მისი მსგავსი რამდენიმე ორგანიზაცია შეიქმნა, რა თქმა უნდა დრომ ყველამ დროს ვერ გაუძლო, თუმცა იყო შექმნილი როგორც ეგრეთ წოდებული სიატო, ასევე ცენტო და თუ შევხედავთ რუკაზე, პრაქტიკულად მთელი რიბლენდი მოიცვა ამ ორგანიზაციებმა და ეს იყო შეკავების ძირითადი ინსტრუმენტი საბჭოთა როგორც იდეოლოგიური, ასევე პოლიტიკური და სამხედრო ინტერვენციისა. მიუხედავად ამისა, საბჭოთი მაინც ცდილობდა გაერღვია არსებული ბლოკადა და აფრიკაში ან ლათინო ამერიკაში საკუთარი მოკავშირეები ეპოვა, თუმცა ამ შემთხვევაში ამ გეოპოლიტიკურმა დოქტრინის ეფექტურად ამუშავებამ გამოიწვია გახდა მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისას, რომ საბოლოო ჯამში 90-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირი დაიშალა. გადავიდეთ კავკასიაზე და კავკასიის როლზე აი ამ გეოპოლიტიკური თეორიების ფონზე. კავკასია ისტორიულად ორ გეოპოლიტიკურ ფუნქციას ატარებდა. პირველი ეს იყო ზღუდე და შესაბამისად პლაცდარმი რიბლენდ-ჰათლენდის დაპირისპირების კონტექსტში. გავიხსენოთ თუნდაც ოქროს ურდოს ილხანთა სახანოს დაპირისპირებები ან რუსეთ-ოსმალეთისა და რუსეთ-ირანის ომები. ხოლო მეორე ფუნქციას გახდათ სავაჭრო კულტურული ურთიერთობების დერეფანი, როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის, ასევე ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებებით. შესაბამისად, კავკასია როგორც გეოგრაფიული და პოლიტიკური სივრცე განიცდის მზარდ სტრატეგიულ დატვირთვას ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში. მისი მდებარეობა აერთიანებს ჰათლენდის, რუსეთის, ჩინეთის, ცენტრალური აზიის და რიმლენდის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და ინდოეთის ინტერესებს. მოკლედ შევეხოთ იმ სტრატეგიულ პროექტებსაც, რომლებიც ამ ინტერესების პირდაპირ გამოძახილია. პირველი ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული შუა დერეფანი, იგივე აბრეშუმის გზის პროექტი, რომელიც წარმოადგენს სატრანზიტო კორიდორს ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით. მეორე, ჩრდილო-სამხრეთის დერეფანი, რუსეთის, ირანისა და ინდოეთის დამაკავშირებელი მონაკვეთი, სხვათა შორის ინდოეთის მხრიდან ჩაბახარის პორტის პროექტის განვითარება სწორედ ამ პოტენციური სავაჭრო მარშრუტისადმი
გამოჩენილი განსაკუთრებული ინტერესია. შესაბამისად, გამოდის, რომ ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში არანაირი საგებელი არ აქვს შეერთებულ შტატებს პირიქით, ამით ვაშინგტონი მიიღებს ჰარტლენდისა და რიმლენდის დაახლოებას, რაც ასევე ბჟეჟინსკის აზრით გეოპოლიტიკური კატასტროფის ტოლფასი იქნება. მაშინ ისმევა კითხვა, რა ინტერესი აქვს შტატებს ზანგეზურის პროექტში და რატომ ცდილობს ტრამპის ადმინისტრაცია ფაშინიანი ალიევის სამშვიდობო მოლაპარაკებების შუამავლობას, უფრო ზუსტად კი კავკასიაში საკუთარი პოლიტიკური პოზიციების გამყარებას და გაძლიერებას. პასუხი გეოპოლიტიკურ მოცემულობაში უნდა ვეძიოთ. ამ სვლით ვაშინგტონი სწორედ ჰარტლენდისა და რიმლენდის დაკავშირების პროცესზე ცდილობს ხელისშემშლელი ზეგავლენა მოახდინოს. ერთის მხრივ ჩვენში შეიძლება პოპულარული იყოს მოსაზრება, რომ რეგიონში ამერიკული კონტროლი კავკასიას რუსული გავლენისაგან დაიცავს. თუმცა კიდევ ერთი სატრანზიტო სტრატეგიული სივრცის ამერიკეთა ხელში გადასვლა ნამდვილად არ აწყობს იმ მოთამაშეებს, რომლებმაც რეალურად უნდა შექმნან კავკასიისგან გეოეკონომიკური გზაჯვარედინი. წინააღმდეგ შემთხვევაში რა აზრი აქვს მათი მხრიდან ალტერნატიული მარშრუტების ძიებას? შესაბამისად, არა მხოლოდ დიდი გეოპოლიტიკური თამაშის მცირე რეგიონალური ეპიცენტრი შეიძლება იყოს კავკასია, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დაპირისპირებისა, რაც კავკასიურ ერებს აიძულებს იმას, რომ გადაიაზრონ თავიანთი პოლიტიკური იდენტობა და ამ საერთაშორისო პოლიტიკურ დღესასრიგში მოიპოვონ საკუთარი რეალური პოზიციები, რომელიც ორიენტირებული იქნება არა რომელიმე გეოპოლიტიკური მოთამაშის ინტერესების თანხმობაში, არამედ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებზე, ეროვნული ინტერესებზე იქნება დაყრდნობილი და რომ დაუბრუნდეთ უშუალოდ ჩვენს ქართულ საზოგადოებას, საქართველოს და არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, ის რომ ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ის რომ რეგიონში საკმაოდ დიდი პოლიტიკური პროცესები მიდის, ჩვენ გვაიძულებს რაღაცნაირად მოვახდინოთ ადაპტაცია არსებულ პოლიტიკურ დღესასრიგზე და ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით დავიწყოთ პოზიციონირება მსოფლიო რუკაზე. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ობიექტური რეალობა არის ესე, რომ დიდ პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ თეორიებში საქართველოს აქვს მხოლოდ რაღაცა სივრცითი ობიექტის სტატუსი რუკაზე. და ჩვენი ეროვნული ინტერესი და ამოცანა უნდა იყოს, რომ ეს ობიექტი გახდეს სუბიექტი, რეალური მოთამაშე საერთაშორისო პოლიტიკაში, რომელიც უპირველესად იხელმძღვანელებს საკუთარი ერის, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით.